ბიძია სიხარულო. ეს შენ, გამომართვე. ჩემი საყვარელი თოჯინა. დედა, ზუსტად ასეთი მინდოდა. ბიძიას მადლობა გადაუხადე. დიდი მადლობა, ბიძია. არაფერს შემოპატარავ. ეს შენ გიყიდე, ბიძია. რატომ შეწუხდე შვილო? მეტა ფული არ დაგეხარჯა. რას ამბობ, ბიძია? თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს. ვიფიქრე პირველი ხელფასით, ჩემი ოჯახის წევრებს საჩუქრებს უყიდი მეთქი. მინდოდა რომ გამეხარებინეთ. დღევანდელი დღე სასიამოვნო მოგონება დარჩება ყველა ჩვენგანისთვის. მადლობ შვილო. მადლობ. ბიცოლა. ეს შენ. მართალია არც ისე ძვირფასია, მაგრამ იმედია მოგეწონება. რას ამბობ? თავარია რომ ჩვენზე ფიქრობ. გმადლობ. გალბატონო ესმა, წიგნების მაღაზიაში ვიყავი. ვიკითხე ახალი რა იყო და ეს მირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი დარჩა თუ არა წიგნი, რომელიც შენაირ წიგნის ჭიას არ წაუკითხავს, ვიფიქრებ ბედს ვწვდი მეთქი. გამომართვე. შევ საკუთარ თავს დასცინო. ცნობილი რომ გახდები, ყველას ვეტყვი, რა სულელი იყავი პატარაობაში. მოდი აქ. გმადლობ. დაიგო. შენ დედაც იყავი ჩვენთვის და მამაც. საკუთარ თავზე მეტად ჩვენზე ზრუნავდი. ობლობას არ გვაგრძნობინებდი. რაც არ უნდა გიყიდო, რაც არ უნდა გავაკეთო, შენ სამაქს ვერ გადავიხდი. ეს შენ. ჩეთინ. თავარია ჯანმრთელი და ბედნიერი იყო. მნიშვნელობა არ აქვს ცნობილი ფეხბურთელი გახდები თუ ლიმონს გაყიდი ბაზარში. მე ყველა შემთხვევაში ვიამაყებ შენით. ჩემო ძვირფასო ძმაო. დეიდა აიშე. ეს შენ. ჩემთვისაც იყიდე. რა თქმა უნდა, შენთვისაც ვიყიდე. როგორც უკვე გითხარი, ახლა უკვე ჩვენი ოჯახის წევრად ითვლები. ნიშნულობა არ აქვს შორეული ნათესავი ხარ თუ ახლობელი. მეხარია რომ სტამბოლში ჩამოხვედი. თუნდაც ავადმყოფობის გამო. მეხარია რომ შენი გაცნობის საშუალება მოგვეცა. იმედია მალე გამოჯარცელდები. ინებე. გმადლობ შვილო. კარგი, ახლა შეგიძლიათ საჩუქრები გახსნათ. შვილო. გილოცა. ვამაყობ შენით. იშრომე, იბრძოლე და საბოლოოდ გუნდში აგიყვანეს. ოჯახ ჩემო ვაშკაცო. ამინ დეიდა. ამინ. იმედია.
ვერ აღწე როგორ ვამაყობ შენით. ის რომ იბრძოლე და საბოლოოდ გუნდში აგიყვანეს. ოჯახ ჩემო ვაჟკაცო, მადლობ ბიძია. ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვადასხვა მწვრთნელმა მითხრა რომ თუ კარგად ვითამაშებ, 2 წელიწადში ერთ-ერთ დიდ სამეულში გადავალ. შეიძლება ეროვნულ ნაკრებშიც მიმიწვია. რა თქმა უნდა, ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ თავს არ დავზოგავ. მე მჯერა შენი, ღვთისმსხალობით ყველაფერი გამოგივა. იმედია. ბებია მირეკავს. ისმენ ბებია. ჩეთინ, შვილო. დილოცავ ჩემო ძვირფასო. გავიგე რომ გუნდში აგიყვანეს. მადლობ ბებია, დიდი მადლობა. თურგუთი ისეთი ბედნიერია. ოჯახ შვილო. ვამაყობ რომ საკუთარი ძალებით ამდენს მიაღწია. ყველა ძალიან ბედნიერია ბებია. განსაკუთრებით ბიძა ჩემი. მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. ერთად აღვნიშნავთ ჩემს წარმატებას. ჩემი დადა დურუც აქ არიან. სხვადასხვა დეი და აი შეგვესტუმრა. მალათიადან. შეიძლება იცნობ კიდეც. მომეცი შვილო, მე დაველაპარაკები. ალო, დედა როგორ ხარ? ჩეთინი რას ამბობდა? აი შემალათიადან ვინ არის შვილო? მე რატომ არ ვიცნობ? დედა, შენ საიდან გეცოდინება? ჩემი კლასელი იყო, რომ დავინახე მეც ძლივს ვიცანი. კარგი. კარგია რომ დამელაპარაკე. შენთან საქმე მქონდა. ჩინარს ეხება. აქ არ ჩანს. არ ვიცი სად წავიდა. შენ ხომ არ იცი რამე? არ ვიცი დედა. შენსავით ბოლოს სასაფლაოზე ვნახე. მე არ ვიცი სად წავიდა. მისმინე? აქ რომ იყოს აუცილებლად გავიგებდი ამის შესახებ. სტამბოლში ხომ არ ჩამოსულა? არა დედა, რას ამბობ? თურგუთი აქ როგორ მოუშვებს? სადმე რომ ნახოს, მოკლავს. რომელი საათია და კუდრეთი ჯერ კიდევ არ მოსულა? ხომ არ იცი სად არის? არ ვიცი ბიძია, მასთან არ მილაპარაკია. კარგი, ახლავე გავარკვევ. ვინის ეს სად დახეტიალობს ის იდიოტი? აი შეძვირფასო. შეგიძლია ცოტა ხნით გამომყვე? რა მოხდა ზუხალ? დედა ასიემ ჩემზე რამე გითხრა? რა არ მითხრა ჩინარ? კითხვებით ამავსო. აქ აღარ გამოჩენილა, სტამბოლში ხომ არ ჩამოვიდაო. თუ რამეს მიმალა ვიცოდე ძალიან გაუბრაზდებიო. შემეშინდა. რა უთხარი? რა უნდა მეთქვა ჩინარ? მოვატყუე რომ აქ არ გამოჩენილხარ. დავიფიცე რომ მენახა ხომ გეტყოდი მეთქი. რადგან მალათიაში არ ხარ, რაღაცას ეჭობს. იმედია ვერაფერს მიხვდა. მაპატიე ზუხალ. რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდე. რას ამბობ ჩინარ? ამის გამო არ მithქვამს. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა. დედა ასიეს ხომ იცნობ? თუ რამე იეჭოს სტამბოლში ისე ჩამოვა, არც კი გაგვაფრთხილებს. მეშინია აქ არ გნახოს. ვიცი ზუხალ.
დედა ასიემ აქ რომ ნახოს მაშინვე გამაგდებს და შვილებთან მიკარების უფლებას არ მომცემს. ამას არ დასჭირდება ჩინარ. მე და თურგუთიც ცუდ დღეში აღმოჩნდებით. ცოცხალ მკვდარი ვარ ზუხალ. რაც ძალა გამაჩნდა დღეს სეჰერმა წამართვა. ისე უხეშად მელაპარაკა, რომ მისი სიტყვები გულზე დანასავით მომხვდა. მართლა ამის შესახებ უნდა მეკითხა. ჰალილი მოვიდა შეხვედრაზე? არ მოვიდა. არავინ მოსულა. გონი ვიღაცა მომატყუა. ჰალილი ვარ უმითხრა, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდა. ჩემო ძვირფასო. ჩემო ჩინარ. თუ ყველას დაუჯერებ, ვინც დაგირეკავს და გეტყვის ჰალილი ვარო, სჯობს აქედან წახვიდე. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ რა ვქნა? სეჰერმა კიდევ უფრო შემიძულა. რადგან ჰალილი არ მოვიდა, გონია რომ მოვატყუა. მითხრა ნეტავ მართლა მკვდარი იყო. მიყვირა. ჩემი ნივთები ჩაალაგა და სახლიდან მაგდებდა. დამიჯერე არც კი ვიცი რა ვთქვა ჩინარ. სეჰერი ჯიუტია. ერთი შანსი მოგცა და მოგისმინა, მაგრამ იმედი გაუცრუე და ამის მერე აღარ მოგისმენს. რაც არ უნდა გააკეთო, ვერ დაარწმუნებ, რომ უდანაშაულო ხარ. რამდენჯერ გითხარი ჩინარ? იქნებ ჰალილი უკვე მკვდარია. შეიძლება ტყუილად ვეძებთ მეთქი. ნემს ვეძებთ თივის წვინში. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა. ჰალილის ძებნა უნდა შეწყვიტო. თავს ტყუილად იტანჯა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ერთ დღეს დედა ასიე გაიგებს აქ რომ ხარ და ჩამოვა. მერე კი შენ შვილებს ვეღარასოდეს ნახავ. ვფიქრობ, უკეთესი იქნება მალათიაში დაბრუნდე. სანამ დედა ასიე რამეს იეჭვებს. თუ ასე მოიქცევი, დროდადრო მაინც შეძლებ შვილების ნახვას. მართალი ხარ. საკმარისი არ იყო, რომ შენს ცხოვრებაში შემოვიჭერე. ჰალილის საძებნელადაც კი წაგიყვანე. სეჰერს ცხოვრება ავურია. რას ამბობ ჩინარ? შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ. მინდა რომ შვილები დაიბრუნო, მაგრამ ხომ ხედავ. ჰალილს ვეძებდით და ვერ ვიპოვეთ. სეჰერს მოვუყევით რა მოხდა და უარესად შეგიძულა. ჩინარ. არ ინერვიულო გთხოვ. ცრემლები მოიწმინდე. თუ გინდა, შენს ოთახში ადი. სეჰერი გაცოფებულია. მეშინია რომ თავს ვერ შეიკავებს და ჩეთინის და ესმას თანდასწრებით გეჩხუბება. დამიჯერე, უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეცლო. დანარჩენი ღმერთს მივანდოთ. სადაც არ უნდა იყო, შენთან კავშირს არ გავწყვეტ. იქნებ შენმა შვილებმა ერთ დღესაც გაპატიონ. იქნებ ეს დღეც დადგეს. შვიდად იყავი. ღმერთმა დაგლოცოს. არ ვიცი შენ გარეშე რა მეშველებოდა. ნეტავ მეტის გაკეთება შემეძლოს ჩინარ. ანგარიში გავასწორე. შეგვიძლია წავიდეთ. საბუთებს ხვალ გადავხედოთ. ამისთვის დრო გვექნება. დამატებით ყავა შევუკვეთე. არ ვიცოდი ანგარიშის გასწორებას თუ აპირებდი. კარგი, არა უშავს. გვიანი კია, მაგრამ ყავა დავლიოთ და მერე წავიდეთ. მამას დაურეკავ არ ინერვიულოს.
ომერ, მოდი ხარ შვილო. მამა ამის სათქმელად დაგირეკე. მე და იფექ საუბარი გაგვიგრძელდა, ცოტა შემაგვიანდება. ღვთის გულისათვის სახლში მოდი ომერ. მიზეზებს ნუღარ იგონებ. მამა რა ხდება? ცუდად ხარ? რამე დაგემართა? არა შვილო. უბრალოდ ჩვენზე ვნერვიულობ. როდის გიხდი? უკვე მეძინება. აღარ დაგელოდები. ტყუილად ნერვიულობ. კარგი. ვეცდები მალე მოვიდე. არ დამელოდა დაიძინე. კარგი შვილო. კარგი. ომერთა, ომერ. როგორ უნდა დავიძინო, როცა შენი ხალხთან ხარ? სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რაღაც დაგემართება. გავგიჟდები. ამ დროს მალათიას ბილეთის შევნა ძალიან რთულია. გვიანია. ბოლო რეისი უკვე გავიდოდა. მაშინ სხვაგან მოძებნა სახე. აუცილებელი არაა, რომ მაინც და მაინც მანდიყიდო. თუ საჭირო გახდება, ყველა სადგური შემოიარე. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დღეს ბილეთი უნდა ვიყიდოთ. კარგი ხალბატონო ზუჰალ, მაქსიმალურად ვეცდები მოვაგვარო. კარგი. მიდი დროს ნუ დაკარგავ. კარგი. თავარია გავგზავნე და ყველაფერი კარგად იქნება. იმედია შენს გადაწყვეტილებას არ შეცვლი, ჩინარ. ჩინარ. ისევ ტირი? საკმარისია. ასეთ დღეში რომ ხედავ ძალიან განვიცდი. რა ვქნა ზუჰალ? ჩემ შვილებთან გამომშვიდობება მომიწევს. სხვა გზა არ გაქვს, ჩინარ. აქ თუ დარჩების სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, ხომ იცი? ვიცი. ვიცი, მაგრამ გულს ვერ ვობრძანებ. შენთვის ბილეთის ყიდვას ვცდილობ. დილით უკვე მალათიაში იქნები. ამ ღამით უნდა წავიდე? ჯერ ქუდრეთი არ მოსულა. ნეტავ მასთან გამომშვიდობებაც მომეხერხებინა. და ბავშვმა დაიძინა? ვინ უნდა იყოს? იჯიქი ბიძია, ნახავ ვინ არის. რა დღეში ხარ? არ ყისუნი აგდეს. ამდენი რატომ დალიეძმაო? გასაჭირო იყო. რამე გაწუხებს? ჩემს საქმეში ნუ ერევი. არ განგში. ხომიცი, მაგრამ ბიძა ჩემი თუ ასეთ დღეში გნახავს, გაგიჟდება. ნახოს მერე რა. მაგის არ მეშინია. რაც უნდა ისქნას. მამა. მას დაუწია, გაჩუნდე. შემომხედე, თავი ხელში აიყვანე. რა გჭირს? ხელი გამიშვი. წამოდი ძმაო. ვიდრე ბიძა ჩემი დაგინახავს, აქედან უნდა წაგიყვანო. ხელი გამიშვი. დიდი ამბავი თუ დამინახავს. კუდრეთ? მამა, მოვედი. გასაკეთებ. შენს ხმას გაიგონებს, გაჩუნდე. ჩემეშვი, გონია მისი მეშინია? ხელი გამიშვი. აქ რა ხდება? რა მდგომარეობაში ხარ?
ეს ვინ მოსულა? როგორ ხარ მამა ჩემო? ზოგჯერ შენი გაგება ძალიან მიჭირს ჩინარ. ცდილობ ბილეთი გიყიდო და მალათიაში გაგიშვა. შენ კი ისევ ქუდროთის ნახვაზე დარდობ. აქ ცოტა ხანს კიდევ თუ დარჩები, სეჰერ სამსახში ვეღარ გავაჩერებ. არ გესმის? ისევ აურიე? დაგავიწყდა რამდენი წლის ხარ შვილო? ღმერთო. დამშვიდდი ჩინარ. აქ დარჩი. მალე ისედაც მიდიხარ. ამ საქმეში ნუ ჩაერევი. ეს ჩვენი ოჯახის პრობლემაა და არა შენი. მთელი ცხოვრება შენს დაკაცებას უნდა ველოდო? ადამიანს როდის დაემსგავსები? ისე იქცევი თითქოს აქამდე არაფერი დაგიშავებია. უცოდველი ხარ და წიდან ჩამოვარდი არა? უსირცხვილო ხარ. აქეთ მეპასუხები? კუდრეთ გაჩუმდი. ბიზია, ძალიან მთვრალია. ახლა საუბარს აზრი არ აქვს. გამოფხიზლდება და ხვალ დაარიგე, კარგი? შვილო, შენ სასახში სახლში ასეთ მდგომარეობაში მოსვლას კი არა. გარეთ უნებართოდ გასვლას ვერ ბედავდი. ოჯახის წევრების რიდი მქონდა. შენსავით უნამუსო არასდროს ყოფილ ვარ. გისმენ, მაგრამ შენი არ მჯერა. კუდრეთ გაჩუმდი. ახლავე გაგაჩუმებ. ბიძია. ბიძია. გაჩერდი. ბიძია, გთხოვ, პირობას გაძლევ რომ გამოვასწორებ. სახლში ასეთ მდგომარეობაში აღარ დაბრუნდება. გემუდარები. ამ ერთხელ აპატიე. ჩემი ხათრით. ამიერიდან მანქანის გასაღები აღარ გექნება. ვინც იმსახურებს იმას გადავცემ. აიღე შვილო. მომავალ ფეხბურთელს ბიძიასგან საჩუქარი ეკუთვნის. ვიცი რომ თქვიანურად გამოიყენებ. მაგრამ არავით არის მაგრამ. დღეიდან ეს მანქანა შენია შვილო. ეს უზრდელი არაფერს იმსახურებს. შენი რჩეული ისედაც ყოველთვის ჩეთინი იყო. შვილს რატომ მეძახი ვერ გამიგია? შენგან კაცი არ დადგება. ტყუილად წვალობ. მადლობა ღმერთს ჩეთინი მყავს. ჩემს ნაშრომს არ გაანიავებს და საქმეს ჭკვიანურად მიხედავს. ამას ნუ ამბობ. კუდრეთი ასაკით ძალიან პატარაა. უნდა გავუგოთ, მალე შეიძლება. ნუ იცავ, აზრს ვერ შემასწლევინებ. თავს დავდებ რომ ამისგან კაცი ვერ დადგება. საკმარისია, საკმარისი. მომეცი. ერთადერთი ღირებული რამ შენთვის ეს მანქანაა, არა? ნიშნულობას ამას ანიჭებ? გამიშვით, გაჩვენებთ როგორ ვაფასებ. ნუსულელობ, ახლავე დაბრუნდი. კუდრეთ სად მიდიხარ? კუდრეთ. შენ ვერები. დაეწიე, თავს რამე უბედურება არ აუტეხოს. კუდრეთ, მოიცადე ასეთი აღელვებული და მთვრალი საჭესთან უნდა ჯდები. კუდრეთ. კუდრეთ. ჩეთინ. ძმაო. ძმაო, ჩეთინ. ძმაო. ეს რა ჩაიდინე? ძმაო, თვალები გაახილე. გონს მოდი, ძმაო. რა ჩაიდინე? ძალით არ მინდოდა. გამიზნულად არ ჩამიდენია. თვალები გაახილე, ძმაო. ჩეთინ გემუდარები. ძმაო. გონს მოდი, ძალიან გთხოვ. ჩეთინ. თვალები გაახილე. შვილო. შვილო. ჩეთინ. შვილო. თვალებს რატომ არ ახელს? დაო. რა მეკენი, ძალიან გთხოვ. გთხოვ. შვილო, გონს მოდი. თვალები გაახილე, შვილო. ჩეთინ თვალები გაახილე. ესმა სასწრაფო გამოიძახე. სასწრაფოს ვერ დაველოდებით. ესმა. საავადმყოფოში წავიყვანოთ, ძმაო. მანქანა მოიყვანე. შვილო, ამას ვერ გაუძლებ. სეჰერ დამეხმარე.
კარგი შვილო, წამოდი εκεί. დედა უბედური შემთხვევა იყო. გებიცები გამიზნულად არ მიქნია. კარგი შვილო. დამშვიდდი. წამოდი. ადექი. უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ჩემი ძმის მოკლა გინდოდა. ესმა რას ამბობ? არ გრცხვენია? ხომ გაიგონე რა თქვა? უბედური შემთხვევა იყო. ქუდრეთი გამიზნულად ასეთ რამეს როგორ იკადრებდა? იკადრებდა. ეჭვიანობის გამო ყველაფერზე წავიდოდა. დედის ზურგს ვერ ამოეფარები, ქუდრეთ. იცოდე გიჩივლე. ციხეში ამოგალპობ. რა ჩაიდინი არ შეგარჩენ. გესმის ქუდრეთ? ესმა, წამოდი. ჩქარა. წავიდეთ. მოდი. ჩემო პატარა. შვილო, დამშვიდდი. მოდი. დაჯექი. ღრმად ისუნთქე. თავი ხელში აიყვანე. მიდი შვილო, ისუნთქე. მიდი. შვილო. დედა. კვლელი გავხდი. ღმერთმა დაგიფარო შვილო. ეს რამ გათქმევინა? დედა დამეხმარა გთხოვ, გემუდარები მიშველე. ციხეში ჩაჯდომა არ მინდა. კარგი შვილო, დამშვიდდი. ნუ გეშინია. წამოდი. წამოდი სახე დავიბანოთ, ადექი შვილო. წამოდი. მოდი. სიჩქარეს მოუმატე ძმაო, ძალიან გთხოვ. ბიძია ჩეთინი მოკვდება? არ, ჩემო პატარა. ბიძა შენს არაფერი მოუვა. გაიარე ძმაო, გაიარე. ღმერთო ჩეთინს ნუ წაგვართმევ. ცოტაც გაუძელი, ცოტაც. ღმერთო, 20 წელი შვილების განშორს გავატარე. ერთი საყვედურიც არ წამომცდენია. იმედით ცოცხლობდი. ვიცოდი რომ ერთ დღესაც მათ ვნახავდი. შვილის სიკვდილს ნუ მომასწრებ. ამ ტკივილისთვის არ გამიმეტო ღმერთო. ამას ვეღარ გავუძლებ. უდანაშაულო ხარ. შენ არაფერი დაგიშავებია. ქუდრეთ, ვერავინ შეგეხება, გესმის შვილო? ქუდრეთ. კულელი ვარ. ქუდრეთ, შენ არაფერ შუაში ხარ. ეს უბედური შემთხვევა იყო, ქუდრეთ. ქუდრეთ. ქუდრეთ, თავი ხელში აიყვანე შვილო. შვილო. ციხეში ამოულპები. ციხეში ჩამსვამენ. არა. ქუდრეთ. არავინ დაგაპატიმრებს. დამშვიდდი. ჩემი ხომ გესმის ქუდრეთ? გესმის? ნუ გეშინია შვილო. ვიდრე გვერდით გყავარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. ციხეში ჩამსვამენ. საკანში ამოულპები. შვილო, დამშვიდდი. გემუდარები. ვიდრე გვერდით გყავარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. კულელი ვარ. შენ გამო ყველაფერზე წავედი შვილო. გგონია ახლა მიგეტოვებ? დავის დაწყება საჭირო არაა. ხვალ ბატონ მაჰმუდს დაურეკე. შეუძლია ჩვენთან ოფისში მოვიდეს. ამ საქმეს დავის გარეშე მოვაგვარებთ. როცა პირველად დაგინახე, ვიგრძენი რომ ცხოვრება საერთო გზით წაგვიყვანდა. გავიფიქრე ეს ბიჭი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება მეთქი. ღმერთმა ქნას. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა გავაკეთებთ, მაგრამ მე მხოლოდ საქმიან პარტნიორად დარჩენა არ მინდა ომერ. ომერ. ისმენ. იცი, დიდი ხანია შენთვის რაღაცის თქმა მინდა. ისმენ, მითხარი. ამ დროს ნეტა ვინ რეკავს? უპასუხე, შეიძლება გადაუდებელი საქმე აქვთ.
გისმენდაო, იფექ სათხარ. ომერთან ვარ. საქმიანი შეხვედრა გვაქვს. ომერს დაამშვიდობე და სახლში წამოდი. გადაუდებელი საქმე მაქვს. დაო, ახლა არ მცალია, თუ შეიძლება ჯერ საქმეს მივხედა. იფექ, მეორე დარგამა მეორებინა. გადაუდებელი საქმე მაქვს მეთქი. ქუდრეთი ჩეთენს მანქანით დაეჯახა. რა? ომერთან არ შეემჩნია. გელოდები, სახლში წამოდი. კარგი დაო, მოვდივარ. რამე პრობლემაა? არა, ჩემს დას ვჭირდები. როცა მოწყენილია, ჩემთან ლაპარაკი კარგ განწყობას უქმნის. სხვა დროს გავაგრძელოთ, არ მოიწყინა. სახლში წაგიყვან. საჭირო არაა ტაქსით წავა. ეს საქმე ხვალგან ვიხილოთ, შეხვედრამდე. გახმოვანებულია მთავარ არხზე.